ჩვენი მორიგი სტუმარი გახავთ ჯგუფ დაიცავის დამფუძნებელი და მოხალისეობრივი აქტივობების ერთ-ერთი ორგანიზატორი გურიაში კოკა ჯახუტაშვილი. კოკა, მოგესალმები, მადლობა რომ აი ამ ვითარებაში გამონახეთ ჩვენთვის დრო. თუ შეგიძლია გითხრა რა ეტაპზე ხართ, რა ვითარებაში ხართ და რა შეგიძლია ამ დროისათვის გითხრა განახლებული ინფორმაცია? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. ამ ეტაპზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ ისევ რჩება სოფლები, სადაც ვერც ჩვენ მივედით და ვერც სახელმწიფო ტექნიკა ვერ ავიდა, მაგალითად ასკანა, მთისპირი, ზედა ფანფალეთი, ანუ ძალიან რთულად მიუდგომელი ტერიტორიები, ისევ არ არის ელექტროენერგია საკმაოდ ბევრ მხარეში აღდგენილი, ადამიანების დიალიზზე ჩამოსვლა ესაჭიროება და გზა გაწმენდილი არ აქვს და მოხალისეებს უწევთ ხელით გადმოყვანა, თუმცა რა თქმა უნდა ყველას სამწუხაროდ ვერ ვეხმარებით და პროდუქტის მარაგიც უკვე მეტნაკლებად გვეწურება. მოხალისეებს მოაქვთ და მუდმივად განახლებადი იქნება ეს მარაგი, თუმცა დახმარება იმდენ ადამიანს სჭირდება, განსაკუთრებით მედიკამენტებით, ბავშვებით ჩარჩენილები ვინც არიან, რომ ვერ გეტყვით, იმდენად დიდ ფორს-მაჟორში ვართ, რომ ჯერჯერობით ძალიან დაულა არეულები ვართ. ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ, მაგრამ არც რომ დავეხმარებით 50 ჩნდება ადგილზე, ვინც დასახმარებელია. კი ბატონო, გასაგებია, მესმის რომ დრო არ გაქვთ ამ ვითარებაში, ამიტომ ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. რამდენად ხერხდება მოხალისეობრივ ჯგუფებსა და ხელისუფლების რგოლებს შორის თანამშრომლობა? რაიმე კოორდინაცია არის თუ არა? პირად დონეზე შეიძლება ვიღაცებთან, ვინც ერთმანეთს ვიცნობთ, კონდეს კომუნიკაცია, მაგრამ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია მათივე გადაწყვეტილებით არ გვაქვს, იმიტომ რომ არ ვცელებენ სრულ ინფორმაციებს, თითქოს ჩვენ სადღაც ჩავრჩით და ხელი შევუშალეთ გადაადგილებას და ამ დროს ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს, სადაც ისინი მიდიოდნენ და ჩვენი მაშველი ბრიგადები გააჩერეს. სამწუხაროდ მათი გადაწყვეტილებით ფორსირებული შეტევა მიმდინარეობს იმ მოხალისეებზე, რომელმაც ორჯერ უფრო მეტი საქმე გააკეთეს, ვიდრე მთელმა სახელმწიფო სისტემამ ერთად. ეს მანის მანქანები, რომელიც შემოვიდა ოზურგეთში და ორი კაცით გადაადგილდება, ცარიელი აბსოლუტურად უბრალოდ ვინმე მკითხა დასრა, რას აკეთებენ? ან სად დადიან? რა გაწმინდეს? გამოაქვეყნონ განახლება, სად იწმინდება ტრასები, რომ შემდგომ ჩვენ საკვები მივაწოდოთ იმ ადამიანებს. უბრალოდ რამე ინფორმაცია საჯაროდ მაინც დადოთ, თუ პიროვნულად არ გველაპარაკებიან. რა დროს პოლიტიკაა ხალხო მოსახლეობიდან დაწყებული ყველას მიმართავ. რა გეპოლიტიკებად ადამიანები იხოცებიან და გროს მოეგეთ დროზე არ გებრძვით, დღეს არ გებრძვით თქვენ. გვინდა რომ გადავარჩინოთ ოზურგეთი გურია და დაგვეხმარეთ რა. აქეთ დაგეხმარებით, უბრალოდ დაგაორგანიზებთ მაინც თქვენი დასახმარებელი, აქეთ არაფერი არ გვჭირს. არა, თქვენ ითხოვთ უბრალოდ საშუალება მოგეცეთ, რომ იმუშაოთ. ნუ გვანწყავენ და საზოგადოებას ნუ განაწყობენ ამ მოხალისეების მისამართით, ანუ ცუდად, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ეს ადამიანები რავი, 10 ადამიანი აქ გურიაში პირველად არის საერთოდ დამყოფი და სადღაც მაღალმთიანი სოფლებიდან, სვანეთიდან ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ თოვლთან გამკლავება იციან და თბილისიდან ჩამოვიდნენ ადამიანები და ესენი ფორსირებულ შეტევას ახორციელებენ ამ ადამიანების წინააღმდეგ. ეს არის სირცხვილე და მეტი არაფერი. კი ბატონო, კოკა, ბარემ ისიც თქვათ, რომ ოზურგეთში ფუნქციონირებს შტაბი, როგორც მივხვდით თქვენ ახლა ამ წუთებში მანდ იმყოფებით. ამ წუთას მე მიმყოფები შტაბში ოზურგეთლებმა, ანუ ჩვენი შტაბი იყო სხვაგან, თუმცა ოზურგეთის სამოქალაქო აქტივისტებმა დაგვითმეს საკუთარი შტაბი და ერთიანი ძალებით, ანუ სამოქალაქო აქტივისტებმა შევძელით და უპრეცედენტოდ გავერთიანდით, ანუ არავის არაფერ პოლიტიკურ პრეფერენციაზე რა საუბარია. ყველა ერთად ვართ შტაბს ქვია სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის. კი ბატონო, ეს ადამიანები არიან, ვინც დაგვითმეს ოფისი და ჩვენთან ერთად 24 საათი დგანან და მუშაობენ და გუშინ დილის 4 საათზე გავედით შტაბიდან და 8-ზე უკვე შტაბი გახსნილი იყო და 4-ზე იმიტომ გავედით, რომ ხალხისთვის პროდუქცია დაგვერიგებინა. კი ბატონო, კოკა, აღარ წაგართმევთ მეტროს, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ არ არის დრო, ეხლა ვარკვიოთ რაღაცები, ეხლა არის დრო ვიმოქმედოთ და გადავარჩინოთ ადამიანებს. მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ მივმართავ. ნუ ვცდილობთ ჩვენს დისკრედიტაციას. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია და რაც 10 დღის წინ რო დაგეწყოთ, თქვენი გასაკეთებელი ამ დონემდე არ მივიდოდა და ძალიან გთხოვთ, დაგვიხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა.